პარლამენტში წინა ხელისუფლების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის სხდომა გაიმართა. დღესასწაულების მთავარი თემა აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ეს კომისიის კითხვებს ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირებმა უპასუხეს. ლაშა ქოიავა, შალვა ჯანიშვილი, საზა გოგავა და მამუგა ყურაშვილი. 2008 წლის აგვისტოს ომზე მსჯელობა კომისიამ გუშინ დაიწყო. 2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ რომ გვიცოდით, რომ იქნება მალევე საბრძოლო მოქმედებები. შევისწავლე. ბატონო, წლის თვე იქნება დააზუსტოთ. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაიწყოს საბრძოლო მოქმედება. გაზაფხულის ბოლოს, მაისში, ივნისის დასაწყისში. თუმცა შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამეცნიერო შესაძლებლობები და აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო შესაძლებლობები. რამაც მაშინ რასაკვირველია საკმაოდ ისეთი დამძგუნველი შტაბ-ბიჭდება დატოვა. თებერვალში თქვენ უკვე იცოდით, რომ უნდა მომზადებულიყავით საბრძოლო მოქმედება. მე სასწრაფოდ მოვამზადე საველე ჰოსპიტალი იყოს ქმედითი მაისის ბოლოსთვის. ვინ დაგავალათ ეს? სახმელეთო ჯარების სარდალი. სახმელეთო ჯარების სარდალის გვარიც უნდა თქვათ. ვინც ფენეს გითხრათ, რომ მოემზადეთ იმ პერიოდისთვის. ნებისმიერი გვარის ნებისმიერ თანამდებობაზე ბრძანებები ინახება გენერალურ შტაბში და სამინისტროში და ამის ნახვა ყოველთვის შეიძლება. არი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალურ შტაბის უფროსი ზაზა გოგა. დასკვნამ დაიწყო თათბირი, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროს სარდალმა კაცრავად, სახმელეთო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედება. სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო. რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. უნდა ჩაკეტილიყო როკის, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის, განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმ დროინდელ ხელისუფლების უზურპირებულ მთავრობა თუ რა ბანდის უფროსებთან საუბარი. იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ უკვე მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ და იმისთვის რომ არ მომხდარიყო რაღაც უაზრო სისხლისღვრა, წამოსულდნენ მოლაპარაკება და შეეშვათ ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში. ბოლო ეტაპი იყო ის, რომ პოლიციას უნდა განიარაღებინა თუ ვინმე მათ ჩააბარა იარაღი და შეინახა და შეიქმნა რაღაც ბანდფორმირებები. შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო. რამაც რასაკვირველია გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ ვინ? პოლიცია რა ძალებით იღებს ქალაქს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა შენობა არის საფორტიფიკაციო ნაგებობა და იქიდან ცეცხლის შემთხვევაში პოლიციას კი არა ჯარს უჭირს გადაადგილება. შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიცია იღებს ცხინვალს, კი ბატონო. უცებ შალვა ჯანაშვილმა თქვა, მაგრამ თქვენი დახმარება დაგჭირდება. ესეც რაღაც დაბნელობა იყო და რა და მაშინ შესთავაზეს ასეთი რამ, რომ იმ პოლიციურ ძალებს ვინაიდან ეყოლებათ მეთაური, ამ პოლიციური ძალების მეთაურთან იქნებოდა სამხედრო მეკავშირე, ვინაიდან ახლა მეთაურთან მოვიდოდა ყველანაირი ინფორმაცია, რაც ხდებოდა ცხინვალში და თუ სადმე რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდებოდა ცხინვალში, გააგებინებდნენ მეთაურს და რასაკვირველია მეკავშირეს, რომელიც გადმოთარგმნიდა სამხედრო ენაზე ყველაფერს იმას, შეატყობინებდა საველე შტაბს და ჯარი უკვე артиლერიით ჩაუქრობდა ამ საცეცხლო წერტილს. პასუხად მივიღეთ, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოცხალი ძალად. ცოცხალი ძალა გაჭირდა, იმიტომ რომ ჯარი, რეგულარული ჯარი 22,000 იყო და ყველა ჯარისკაცის ფუნქცია
იყო გათვლილი, ყველასთვის იყო ამოცანა დასმული და არც ერთ სამხედრო ნაწილი არ იყო რაღაცნაირად თავისუფალი. აქ მოხდა რაღაცნაირი შელაპარაკება იმაზე, რომ კეზერაშვილმა თქვა, ამდენი ფული დავხარჯე და რას ნიშნავს ჯარი არ ამყავს. გოგავამ თქვა, რომ როგორ აბარისი შტაბის უფროსი თუ ჯარი არ არის. რას ვაკეთებდით? იქ სახმელეთო ჯარების სარდალმა უპასუხა, რომ ჯარი ყავს 22,000 და დანარჩენი არის რეზერვისტი და რეზერვისტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს რეგულარულმა ჯარმა. ესე ცოტა დამრგონებელი მომენტი იყო, რომ ჯარი გადადის პოლიციის დაქვემდებარებაში. იმის გამო, რომ გეგმით უკვე ვეღარ მოქმედებდით, ესეც რაღაც გარკვეულ დემორალიზაციას იწვევდა სამხედროებში, იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ, რომ სამხედროები ყველაფერს აკეთებენ გეგმის მიხედვით. გოგავამ გამოაცხადა, რომ ძირითადი მიმართულების სარდლად ნიშნავდა მამუკა ყურაშვილს. რამაც ნუ რაღაც წამიერი შეჩერება გამოიწვია ჩვენ, იმიტომ რომ ძირითადი მიმართულება და მით უმეტეს ცხინვალის მიმართულება სამხედრო გეგმაში განხილული არ იყო, არ მოიაზრებოდა არანაირად. საბრძოლო მოქმედების დაწყების მომენტი დილის 6 საათი 8 აგვისტოს ვერ შედგა, იმის გამო რომ ესე მოვიდა რაღაც გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავეწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს. უნდა მოსულიყვნენ კიდე ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ, არ შეიძლება ამის დაწყება და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7 თუ 8 საათის დაგვიანებით. 5 საათზე 7 აგვისტოს ჩაინიშნა თათბირი. სამხედრო თათბირი. რომელთან დაკავშირებითაც დარწმუნებული ვარ, ყველა დავსვამთ შემდეგ ძალიან ბევრ შეკითხვას. 5 საათზე არ დაიწყო თათბირი და დილის 7 საათზე ჩატარდა, 7-დან 8 საათამდე. იქ ესწრებოდნენ ისინი, ვინც თქვენ ჩამოთვლეთ და პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან ესენი იყვნენ, ასე დავარქმევთ, თქვენი მინისტრი, ანუ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. შემდეგ დაუძახესო და რაღაც მომენტში შემოდის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მაგრამ მთავარი მონაწილეები არიან თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანიშვილი. ეს თათბირი დაახლოებით რომელ საათზე დასრულდა? 7 აგვისტოს. დაახლოებით 9 საათისთვის. დილის 9 საათზე გეგმა სამხედროების მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც მუშავდებოდა თქვენ ბრძანეთ თებერვლიდან თუ 2007 წლიდან? 2007 წლიდან, დიახ. 2007 წლის რა პერიოდიდან? რაც მე ჩავერთე ნოემბრიდან. ნოემბრიდან უკვე ეს სამხედრო გეგმა, რომ გავიშლებით, ცხინვალს მოვაქცევთ ალყაში, ბოდიში თუ არ ვიყენებ სწორად სამხედრო ტერმინებს, მაგრამ ვინც გვისმენს ის მიხვდება რას გულისხმობ და ორი ბრიგადა ერთმანეთს შეხვდება ჩრდილოეთით ცხინვალის და ასე ყველაზე ნაკლები მსხვერპლით შევძლებთ მიზნის მიღწევას. ეს არის სამხედროების ხედვა. ეს გეგმა დაიშალა პოლიტიკოსების თათბირის შედეგად 7 აგვისტოს 9 საათზე ეს გეგმა დაიშალა, მაგრამ ისე დაიშალა, რომ სამხედროებმა ბოლომდე კარგად ვერ გაიგეს რა არის გეგმა, ხო? ასე ვფიქრობ, თუ არა და თქვენ მერე რო დაიბრუნებთ სიტყვას შემისწორებთ, შემდეგ 7 აგვისტოს არაფერი არ ხდება? ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე. მაგრამ ზოგიერთი დანაყოფი უკვე მანამდე იყო გასული, მაგრამ გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო დილის 7 საათზე. 8 აგვისტოს დილის 7 საათზე. შესაბამისად 7-დან 8 აგვისტოს საღამოს და ღამეს არაფერი არ მომხდარა? საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს სამხედრო გეგმით არ იყო გაწერილი, დაიწყო საარტილერიო დამუშავება ცხინვალის. როდის? ეს იყო 7 აგვისტოს 23 საათსა და 42 წუთზე. 8 აგვისტოს რომელ საათზე უნდა დაწყებულიყო? დილის
7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. და დადგა რომელი საათი და დაწყებული არ არის. შუა დღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებული. ამ დროს ჩამოდის ბრიფინგის მოწყობილობა, ტრიბუნა და ველოდები ჟურნალისტებს სადღაც. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვწეს ნება დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მეოთხე ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, საბრძოლო გაშლა ჰქონდა უკვე. შეტრიალებული იყო 90 გრადუსით და შესული იყო ცხინვალში. ეს უდაოდ რაღაც აბსურდული ბრძანება იყო და ბრძანება იყო თუ მოთხოვნა იყო. არ ვიცი როგორ უნდა დავარქვათ. თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც რასაკვირველია ფიასკო გამოიწვია, იმიტომ რომ ბრიგადა სულად აერია. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და დავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მესამე ბრიგადა უკვე იძულებული იყო გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან. მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ნამაც რასაკვირველია მისცა საშუალება რუსის ძალებს გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვრები და შემოსულიყვნენ ცხინვალში. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პირების ნაწილი სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება. კომისია პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის ბადრი ჯაფარიძეს მიმართა. ახლავე უკვე გამოავლინა თუ სინამდვილეში რას ემსახურება, ეს ემსახურებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ თავზე სისხლის სამართლის საქმეების დაკვირვებას და დიდი ალბათობით მათ ციხეში გაშვებას. მიზანი არის პოლიტიკური დევნა. არავითარი რამის გამოძიება, არაფრის მიზანი არ არის. არ არსებობს შპს მაგნატის საქმე, არ არსებობს ამ შპს მაგნატის რაიმე კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან, ითუმეტეს არ არსებობს არავითარი კავშირი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა არც ერთი წუთი არავითარი საჯარო პოლიტიკური თანამდებობა არ დაუკავებია ნაციონალურ მოძრაობის პირობებში. მე პირადად შეერგების ყველა წარმომადგენელი მივიდოდა პირდაპირ და მათსავე მოედანზე შეეცდებოდა აიხსნა და დაესაფუთებინა მათი სიმართლე, მაგრამ რადგან ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაცა გარკვეულწილად არის დაკავშირებული და პარლამენტის ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციასთან, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა ჩვენ პირადად ასე არ ვფიქრობ, ეს არ არის კავშირში კომისიაზე გამოცხადება. პირდაპირ კავშირში პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ვიკავებთ არსებობს. ან ამიხვიდე და ასე ვთქვათ, ასე დაასრულო ეს საკითხი, ან მიხვიდე და თუ გრძნობ რომ მართალი ხარ და გაქვს ამის ერთქო სურვილი, გააგიჟო იქ ყოფი ხალხი, იმიტომ რომ ქართლის მართვაში ყველანი შემთხვევანია. ხელისუფლება რომელიც ყველანაირი გამოძიების ფერკეთს ფლობს და 15 წლისიან და 17 წლისიან ისტორიებს იძიებს ასეთი ფორმით, აშლება რომ მართალი იყოს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილმა აერჩია პირველი ვერსია. ამასაც აქვს უფლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ოსნება ამ შემთხვევაში ვერ გამარჯვებული. როდესაც ესეთი საზარელი ფაქტები დაფიქსირდა იქ არა მარტო მაგნატის მიმართულებით, მანკი კონსტანტას თემა არის ძალიან გახმაურებული, ელიტ ელექტრონიქსის თემა არის ძალიან გახმაურებული საკითხი. ჩვენ ხო ეს ყველაფერი ისედაც ვიცით ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და შესაბამისად მე პირადად ძალიან ეჭვმეპარებოდა რომ ამ ბატონი ხაზარაძე გამოცხადდებოდა, ამ ბატონი ჯაფარიძე, იმიტომ რომ მოუწევდათ იქ უკვე საქართველოს მოსახლეობის წინ რაღაცა კითხვებზე პასუხების გაცემა და პასუხები მათ ნამდვილად არ ექნებოდათ. შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააგრძელდა. მაღაზიების ინსპექტირება გორში, ქარელში, კასისა და ხაშურში აქტიურ რეჟიმში მოხდება. აღნიშნული პროცესი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება და მიზანი ფერმერებისთვის ხარისხიანი პრეპარატების მიწოდება, რათა არ მოხდეს მომხმარებლების დაზარალება. შიდა ქართლის გარდა მსგავსი კონტროლი მთელს ქვეყანაში მოხდება. დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, ამინდები კარგია, ფერმერები გააქტიურდნენ, დაიწყო ბაღების ამლობები, პესტიციდების, აგროქიმიკატების უკვე ინტენსიური გამოყენება. ამისათვის სახელმწიფო კონტროლი
გამკაცრებულია და იწყება ინსპექტირება ამ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაღაზიებისა. კონტროლი არის ძალიან კაცრი, დაწყებული შეფუთი დაფასვები თვითონ საწარმოო მაღაზიები, სადაც ხდება პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაცია, უნდა იყოს სახელმწიფოსგან, სულსათის ეროვნული სააგენტოსგან აღიარებული ეს მაღაზიები. აღიარება კიდევ იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად შენობა-ნაგებობა მოწყობილი. შენობა-ნაგებობის მოწყობაში იგულისხმება დაწყებული სახანძრო და ჭერი, კედლები, იატაკი, წყალი, ტრაპეზი, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სასაწყობო ფაქტი უნდა იყოს გამიჯნული იმ სარეალიზაციო ოთახისგან, სადაც ხდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია. სასაწყობო ფაქტს ანალოგიური მოთხოვნები ექნებათ, რაც აქვს მაღაზიაში შიგნით. დანარჩენი არ შეეხება იცით, რომ ძირითადი ყურადღება გადატანილი არის ვადებზე, რომ არ მოხდეს ფერმერებში რეალიზაცია ვადაგასული პრეპარატების, რაც გამოიწვევს დაზარალებას ჩვენი ფერმერებისა მოსავლის გაფუჭებას, რაც ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ამიტომ ყველა ღონისძიებას ვატარებ. ხდება ძალიან სიმკაცრით ვიდეო მასალის გადაღებით თითოეულ ობიექტში შემოწმების დროს. დაწყებულია უკვე შემოწმებები თითქმის 71 აღიარებული მაღაზია გვაქვს პესტიციდებისა და აგროქიმიკატებისა შიდა ქართლში და ეტაპობრივად უკვე მარტისვიდან დავიწყეთ, თუმცა დასრულება ცოტა დროის ფაქტორია, ყველა პრეპარატის, ყველა დაფასებული მინის გადასინჯვა ხდება, რომ არ მოხდეს ვადაგასულები ჩვენც არ გაგვეპაროს, ამიტომ დროის ფაქტორი ალბათ აპრილის 15-ისთვის დავასრულებთ ამ ინსპექტირებას, სახელმწიფო კონტროლს ამ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაღაზიის. პარალელურად მიმდინარეობს ამ სახელმწიფო კონტროლთან ერთად პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება. ეს არის უკვე დაწყებული გვაქვს, ამ თვეში 6 ნიმუში მოგვიწევს, რომ დავადგინოთ ხარისხი, ვარგისიანობა ამა თუ იმ პრეპარატისა, უფრო ძირითადად იმ პრეპარატებისა, რაც უფრო მოთხოვნადია ფერმერებისთვის, სოფლის მეურნეობის მცენარეების მოყვანისთვის. კასპიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. როგორც უსკობაში განმარტავენ, გარესავარჯიშო სივრცეები და სტადიონები თითქმის ყველა სოფელში იქნება გადასაწყვეტი. პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ბოლო 3 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა სტადიონები, რომელიც ხელოვნური საფარით არის დაფარული და რომელიც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას კასპიის მუნიციპალიტეტში. თითქმის ყველა ძირითადი დიდი სოფელი არის მოწვეული სტადიონებით და ასევე ვაგრძელებთ დანარჩენილ სოფლებში სტადიონების აშენების პროგრამის გაგრძელებას. კიდევ გვინდა სპორტული კუთხით გამოვარჩიოთ გარე სატრენაჟერო სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც თითქმის ყველა სოფელში გვაქვს გამონტაჟებული და შუათაშორის მინდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ მოსახლეობის ჩართულობაც არის აქ ძალიან დიდი, ანუ მოსახლეობის მოთხოვნით ხდება ამ პროგრამების და ამ პროექტების შერჩევა და ამონტაჟება. ერთადერთი სოფლის პროგრამა რამდენიმე წელი არის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს და ამ სოფლის პროგრამის ფარგლებშიც ძირითადი მოთხოვნა მოსახლეობისა აღნიშნული გარესავარჯიშო სივრცეების მოწყობაა და ჩვენს მაქსიმალურად ვიღებთ მონაწილეობას და ახორციელებთ ამ სამუშაოებს. 26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა. თარიღი ცნობილია როგორც სიასამის ფერიდე და მიზნების ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ასევე დაავადების შესახებ არასწორი ინფორმაციის და სტიგმის შემცირებას. ეპილეფსიის მქონე ადამიანების დასახმარებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიას პროგრამა აქვს, საიდანაც შესაძლებელია მედიკამენტების შესაძენად მიიღონ წლიურად 300 ლარი, ვისაც მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა ნურიდან 150,000-მდე ჩათვლით. რაც შეეხება თარიღის დაარსებას, საფუძველი 2008 წელს კანადაში ეპილეფსიის მქონე გოგონას კასიდ მაგნეს ინიციატივით ჩაეყარა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებულია ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარება მედიკამენტებით 300 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული კონკრეტულად კოდი მედიკამენტების, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიხედვით. არის სახელმწიფო ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა, რომელთაც სარგებლობენ უფასო მედიკამენტები. ჩვენ მხოლოდ 300 ლარის ოდენობით გავცემთ მედიკამენტებს, უშუალოდ იმას, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. აუცილებელია იყოს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, უნდა წარმოადგინოს ფორმა 100 ეპილეფსიის დიაგნოზით და ანგარიშ ფაქტურა აქტი აქედან, საფუძველზეც გაიცემა საგარანტიო წერილი და 300 ლარის ოდენობით მიიღებს მედიკამენტებს. სააგენტომ ამიდების გამოსვლასთან დაკავშირებით დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები მთელი ქალაქის მიმართულებით. მოხდება ხეების გასხლა, შემდგომ შეკირვა მოხდება. ამ ეტაპისთვის შეკირვის სამუშაოები მიმდინარეობს ახალბაღის ტერიტორიაზე. დავიწყოთ უკვე პირველადი თიბები ტერიტორიისა. ასევე სამშენებლოს და განათების განყოფილებამ დაიწყეს სკვერებში ინვენტარის აღდგენა, განათების აღდგენა, რადგან უკვე ამინდებიდან გამომდინარე მოსახლეობა გამოდის უკვე სკვერებში. ვფიქრობთ, რომ სადღაც ერთი თვის ვარაუდში ყველა დასასვენებელი ობიექტი და ქალაქი გვექნება მოწესრიგებული იმისთვის, რომ სეზონისთვის უკვე უყვეთ ფორმაში, რადგან მოსახლეობამ დაისვენოს კარგად. რაც შეიძლება სააგენტოს თხოვნა იქნება ერთი, რომ ინვენტარი რაც შეიძლება გავუფრთხილდეთ და არ დავაზიანოთ, მოვუფრთხილდეთ, რადგან გქონდეს მოწესრიგებული სკვერები და დასვენების ადგილები.